34 წლის იზაგი გაური სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე კვლავ ინტენსიურად სამსახურით ძებნას განაგრძობს. 17 წლის ასაკში მომხდარმა საბედისწერო ავარიამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, თუმცა ხერხემლის სერიოზული დაზიანება მისთვის სრულფასოვანი განათლების მიღებაში დაბრკოლება არ აღმოჩნდა. ბაკალავრი დავამთავრე ილიას უნივერსიტეტი მთარგმნელობითი გერმანული ენა. მე დავამთავრა გერმანიაში რურ უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტი. მე დავამთავრე ამერიკული უნივერსიტეტი. შემდეგ დავამთავრა ჰოლანდიის ბიზნეს სკოლა, ასევე ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი და ვარ ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი. იმის მიუხედავად, რომ იზა დღეს შრომით ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი კადრია, რამდენიმე სტაჟირებისა და მოკლევადიანი კონტრაქტის შემდეგ უკვე 6 თვეა რაც კვლავ უმუშევარია. ვეძებ ყველგან საიტებით, ზოგჯერ ნაცნობებიც მეუბნებიან, რომ არის სადღაც ვაკანსია გამოცხადებული, ვაგზავნის CV-ს. ხშირად მიბარებენ გასაუბრებაზე, მაგრამ მე აღარ მირეკავენ. საქართველოში საკმაოდ ბევრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანია დაუსაქმებელი. ამის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს. მაგალითად, სრულფასოვანი ინკლუზიური, საშუალო და უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის და პროფესიული მომზადების და გადამზადების არარსებობა. თუმცა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შრომის ბაზარზე არსებული დისკრიმინაციული მიდგომაა. რეალურად დამსაქმებლები ცდილობენ, რომ თავიდან აირიდონ ძალიან ხშირად ზედმეტი ხარჯები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმებისთვის არის საჭირო და ასევე მათ მაინც ეს სტერეოტიპული აზროვნების გამო მიაჩნიათ, რომ ისინი ვერ შეასრულებენ იმ სამუშაოს, რასაც თქვა შეზღუდვების არ მქონე პირი შეასრულებდა. ბევრისთვის ალბათ წარმოუდგენელია თუ რამხელა წარმატება შეიძლება მიაღწიონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა. ამის ნათელი მაგალითი ნიკა თვაურია. იგი უსინათლოა, თუმცა დღეს ის ერთ-ერთი წარმატებული მოცურავია. ხედველობის დაკარგვიდან დაახლოებით 10 წლიანი სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ 4 წლიანმა ვარჯიშმა ის დღეს არაერთ ჯილდომდე და წარმატებამდე მიიყვანა. იტალიის ღია ჩემპიონატში ორი კატეგორიაში მოვიგეთ, ეს იყო ოქროს მედალი და ბრინჯაოს მედალი 50 და 100 მეტრაში, ბერლინში ორჯერ ვერცხლის მედალი, შვედეთში ვერცხლის მედალი 50 მეტრ დისტანციაზე. მე ვერ წარმომიდგენია რა ვიქნებოდი მე, რომ არ დამეწყო სულ არ ვიცი. მე არც მინდა ამაზე ფიქრი, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ვარ იმ საქმით დაკავებული, რომელსაც ახლა ვარ. რთულია ნიკას დასაქმებული ვუწოდოთ, თუმცა ფაქტია, რომ ამ ადამიანმა სპორტის ამ სახეობაში საკუთარი თავის რეალიზება მოახდინა, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ამ ადამიანების შესაძლებლობები შეუზღუდავია.